გამარჯვები საფრანგეთიდან სულხან მოლაშვილის შესახებ. სულხან მოლაშვილი ქართულ ციხეში ისე აწამეს, რომ ის საფრანგეთის კლინიკა ლაშარიტეში დღემდე მკურნალობს. 1365 დღიანი წამების უმძიმეს ქრონიკას მოლაშვილი იმედის კვირასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში იხსენებს. ჯალათებისა და იმ ხალხის დასჯას კიდევ ერთხელ ვითხოვ, ვინც ადამიანების წამებასა და სიცხლში აქვს გასურველი ხელები. პოკერიაც ის ადამიანებიც, ვინც მე დავასახელე არაერთგზის ჩემს ინტერვიუებში. ყველაზე მეტად იმაზე გადავიღე, რომ სულხანი სულხანერი ადამიანი დამხვდა. ეს დავინახე სურათში იყო დევივით და იყო განახევრებული. ხელზე ქონდა ამომწვარის კვალი, თუმცა მე მაშინ არ ვიცოდი რითი იყო ეს მიყენებული, როდესაც ვკითხე რომ ეს რა არის მეთქი, ძირითადად სიგარეტმა ამხელა ის როგორ გამოიწვია მეთქი. და თვითონ თქვა რომ მე არ ვიციო რა მხელა არის, უკანო არ მინახიო. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე წამების მსხვერპლად აღიარა. პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ დადგმული პოლიტიკურად მოტივირებული შურისძიება. სტრასბურგის სასამართლოს უპრეცედენტო ვერდიქტი. საქართველოს პირველი მოსამართლე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულეს. ეს საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა. კოტე კუბლაშვილის მიერ ჩადენილია საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, რაც იმპიჩმენტის უპირობო საფუძველია. ის არის, იყო და ალბათ დარჩება ისტორიაში როგორც პირსისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი პალაჩი მოსამართლე. კუბლაშვილთან ერთად სტრასბურგის გადაწყვეტილებაში მიხეილ სააკაშვილს ცალკე პუნქტი ეძღვნება. 2004 წლის 11 ივნისსა და 2 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა ორი განცხადება და სულხან მოლაშვილს ქრთამის აღებაში დასდო ბრალი. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაბნეულია უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე. სასამართლოს გადაწყვეტილებას რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვიათ, თქვენ ამას ეთანხმებით? ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს განცხადება გავაკეთე თუ არა არ მახსოვს. ხო გასაგებია. მე მქონდა ეს საქმე, პირადად ვნახე და არის ზუსტად იმ მოწმეების ჩვენება, რომლებიც გამოვიდნენ იქ. ილაპარაკეს და სხვათა შორის ძალიან დეტალურად დაასაბუთეს ის ბრალდებები, რომელიც ჰქონდა წაყენებული, რაც გადაწყვეტილებაში აისახა. ადასტურებთ ამ განცხადებას პირველი ინსტანციის განაჩენს რო უწოდეთ კანონიერი. არ მახსოვს როგორ გითხრათ ეხლა დღეს რომ ეს გითხრათ რომ ესე კანონია. საერთოდ არ მახსოვს ესეთი განცხადება გავაკეთე თუ არა. კუბლაშვილმა უდანაშაულობის პრეზუმპციის ეჭქვეშ დაყენებით კონკრეტული სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობას შეუქმნა პრობლემები და ასევე კონკრეტული მოსამართლის მიუკერძოებლობას. სულხან მოლაშვილის საქმე. არსად არ გაუშვებ, სანამ არ მოიტანს ბოლო კაპიტალზე იმ ფულს, რომელიც სახელმწიფო ორგანიზაციებიდან და რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯიბეებიდან ამოიღეს. მოლაშვილი ამბობს, რომ ის სააკაშვილის პირადი პატიმარი მას შემდეგ ხდება, რაც კონტროლის პალატა იუსტიციის სამინისტროს და საკრებულოს შემოწმებას იწყებს. სააკაშვილი ერთ შემთხვევაში მინისტრია, მეორე შემთხვევაში თავმჯდომარე. პრეზიდენტობის ჟამს მან იღარა ამ შემოწმების გამო, სადაც უამრავი ფინანსური დარღვევა აღმოჩნდა, ამ შემოწმების გამო ინება და განახორციელა კიდეც შურისძიების სასამართლო სპექტაკლი განეხორციელებინა. უპრეცედენტო შემთხვევაა და ზუსტად ამიტომ გვაქვს საქმე ჩვენ ისეთ გადაწყვეტილებასთან, რომლისგანაც გარკვეული გაკვეთილები უნდა გავაკეთოთ. სიზღის ფიალა აავსო სააკაშვილმა. სააკაშვილის პირადი ბრძანებით მოლაშვილის ოჯახისათვის ჩამორთმეული ქონება ასე გადანაწილდა. ერთი ოჯახის ნაცვლად რომელიც სახელმწიფო მოხელის ოჯახის ნაცვლად ეხლა იცხოვრებს 50 გაჭირვებული, გაუბედურებული, შიმშილამდე მიყვანილი ადამიანი. სტრასბურგი ამბობს, რომ მოლაშვილის შემთხვევაში ყოფილმა ხელისუფლებამ ევროკონვენციის 4 მუხლი დაარღვია. უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის გარდა საუბარია წამებაზე, პოლიტიკურ დისკრიმინაციასა და სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვაზე. უპრეცედენტო გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ წამების მსხვერპლად აღიარებული მოლაშვილისა და საქართველოს მთავრობის შეთანხმების საფუძველზე მიიღო. მანქანა გადმომიყვანეს და ეგრევე ძირს დამაგდეს. სააკაშვილის ხელისუფლება მოლაშვილებს სტრასბურგიდან სარჩელის უკან გამოტანას აიძულებდა. დააპატიმრეს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის ძმა. სულხანი თუ გამოვიტანდა სარჩელს ევროსასამართლოდან 1200 ლარში საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამანთავისუფლებდნენ მეორე დღესვე.
იმ შემთხვევაში თუ ევროპაში მოლაშვილზე დაწყებული გამოძიება შეწყდებოდა, სააკაშვილის მთავრობა ევროკონვენციის 4-ვე მუხლის დარღვევას აღიარებდა. ეს გარიგება არ შედგა. შეთანხმებაში ვერ შედგა ერთი მიზეზი. საქართველოს ხელისუფლებას არ სურდა გადაესინჯა სულხან მოლაშვილის საქმე ხელახლა. გახდება თუ არა მოქმედი თავმჯდომარის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი მოლაშვილის საქმე უცნობია. გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ევროპა გააკონტროლებს.